მოგესალმებით, ვაგრძელებთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან შედგენილ ტესტურ დავალებებზე მუშაობას. ამჯერად გთავაზობთ მორიგ 5 ტესტურ დავალებას. მეექვსე ტესტი არის შემდეგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით. აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის. A ვარიანტია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. B ვარიანტია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას. G ვარიანტია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს რაიმე სარგებელს და D ვარიანტია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს რაიმე მოთხოვნის უფლებას. კოდექსის მეორე მუხლის V ქვეპუნქტის თანახმად აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. შესაბამისად, სწორი პასუხი გვექნება ჩვენ A ვარიანტი. აქვე 2 სიტყვით მინდა გითხრათ B და G ვარიანტებზეც, რომლებიც შეიძლება მოვიაზროთ, რომ ორივე არის ასევე სწორი ვარიანტი, თუმცა არასრულყოფილი. რის თქმა მინდა? ხედავთ, რომ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას, ან პირს ანიჭებს რაიმე სარგებელს. ცალ-ცალკე გვაქვს შემოთავაზებული B და G ვარიანტებად. ორივე ცალკე აღებული სწორი არის, მაგრამ ვინაიდან A ვარიანტი სრულყოფილად გვაქვს მოცემული და ერთ-ერთში პასუხობს კოდექსის იმ ჩანაწერს, რომლითაც განსაზღვრული არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგება, ამიტომ უნდა შემოვხაზოთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე სრულყოფილად ასახავს ამა თუ იმ საკითხს. ამიტომ აქ ვიტყვით, რომ სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი. მეშვიდე ტესტური დავალება არის შემდეგი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაციად მიიჩნევა. A ვარიანტი გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი გარდა ნახაზისა, მაკეტისა, გეგმისა, ფოტოსურათისა, ელექტრონული ინფორმაციისა, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებისა. ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. B ვარიანტი გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. G ვარიანტია ოფიციალური დოკუმენტი გარდა ნახაზისა, მაკეტისა, გეგმისა, ფოტოსურათისა, ელექტრონული ინფორმაციისა, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებისა, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ან და ნებისმიერი სახის მონაცემი, რომელსაც საჯარო დაწესებულება მიიჩნევს საჯაროდ. და ბოლო D ვარიანტია ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ან და ნებისმიერი სახის მონაცემი, რომელსაც საჯარო დაწესებულება მიიჩნევს საჯაროდ. ეხლა რა არის მეგობრებო აქ ნახეთ. როგორც წესი მსგავსი ტიპის ტესტები ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ნაკლებად მოდის, თუმცა ძალიან ხშირი არის ხომ პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდებზე. რის თქმა მინდა, რომ კონკრეტული ნორმის დისპოზიციები გვაქვს ვარიანტებად შემოთავაზებული და ერთ სიტყვაში არის ხომ განსხვავება. აქაც მსგავს საკითხთან გვაქვს შეხება. ხედავთ, რომ A და B ვარიანტებში გვაქვს გარდა ნახაზისა და ჩამონათვალი, ხო, გარდა გვაქვს სიტყვა, ხოლო B ვარიანტში გვაქვს მათ შორის ნახაზისა. ანუ A ვარიანტი გარკვეულწილად გამორიცხავს ამ ჩამონათვალს, B ვარიანტი ასევე მოიცავს.
ნუ გედადე ვარიანტებშიც გავსი მოცემულობა გვაქვს განსხვავებით იმისა, რომ დამატებული არის ასევე ნებისმიერი სახის მონაცემი, რომელსაც საჯარო დაწესებულება მიიჩნევს საჯაროდ. აქ ჩვენ სწორი პასუხი, რა თქმა უნდა, B ვარიანტი გვექნება და დაიმახსოვრთ ესე, რომ კოდექსის მეორე მუხლის M ქვეპუნქტის თანახმად ოფიციალური დოკუმენტი არის, რა თქმა უნდა, მათ შორის ნახაზიც, მაკეტიც, გეგმაც, ელექტრონული ინფორმაციაც, ფოტოსურათიც, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც. ესენი რა არის? ესენი არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციები, დოკუმენტები, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობას დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, გაგზავნილი ინფორმაციაც. და რა თქმა უნდა, ასევე პროაქტიულად გამოყენებული ინფორმაციას თავისთავად. ამიტომ კარგად დააკვირდით ხოლმე, შეიძლება ერთ სიტყვაში იყოს დამალული ესა თუ ის კითხვა. მარტივად რო ვთქვათ, აქ ვიტყვით, რომ სწორი პასუხი გვაქვს B ვარიანტი. გადავიდეთ მერვე ტესტურ დავალებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში. A ვარიანტია დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. B ვარიანტია დასაშვებია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. G ვარიანტია დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას და ბოლო D ვარიანტია დასაშვებია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ნახეთ, მეოთხე მუხლი კოდექსისა, მუხლის მესამე ნაწილი მეოთხე მუხლის გვეუბნება ესეთ რამეს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი. ანუ თუ კანონი გვიდგენს, რომ ჩვენ შეგვიძლია როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს მივიღოთ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა გადაწყვეტილება პირის მიმართ, ამას უნდა გვიდგენდეს ჩვენ კანონი. კანონის გარეშე ამას ვერ ვიზავთ, ამიტომ არის, რომ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არის დაუშვებელი. ამიტომ აქ ვიტყვით, რა თქმა უნდა, რომ სწორი პასუხი გვაქვს G ვარიანტი. მორიგი მეცხრე ტესტური დავალება შეეხება ადმინისტრაციულ ორგანოს დაპირების მიმართ ნდობის საკითხს. კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა შეიძლება არსებობდეს თუ მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება. B ვარიანტია შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს. G ვარიანტია მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება და D ვარიანტია არც ერთი პასუხი სწორი არ არის. ეხლა აქ რაშია საქმე? საქმე არის ერთ პატარა ნიუანსში. ნახეთ, კოდექსის მეცხრე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს. ანუ ნეგატიურ კონტექსტში გვაქვს დაყენებული ნორმა, გვეუბნება რა შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ. და ჩამოთვლილი გვაქვს ეს საფუძვლები. ეს არის, როდესაც მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება, ასევე გვაქვს საფუძველი, როდესაც შესაბამისი ნორმატიული აქტის შესვლის გამო პირი დაწესებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს მესამე საფუძველი, როდესაც დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება უდევს მას საფუძვლად. ამიტომ მოცემულ ვარიანტებში ჩვენ გვექნება სწორი პასუხი D ვარიანტი, რადგან არც ერთი პასუხი სწორი არ არის. რატომ არ არის სწორი? იმიტომ რომ ჩვენ პირობა, ანუ ტესტის პირობა გვაქვს შემდეგი, რომ კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა შეიძლება არსებობდესო და ჩამოთვლილი გვაქვს. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ არ უნდა არსებობდეს, ვერ შეიძლება არსებობდეს, არ უნდა არსებობდეს ამ შემთხვევაში კანონიერი ნდობა. ამიტომ ერთ პატარა ნიუანსმა შეიძლება გადაწყვეტოს მთლიანად სწორი პასუხის მომენტი. კარგად დააკვირდით ხოლმე ფაბულას და რამდენჯერმე წაიკითხეთ ხოლმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ როგორც ვთქვი, სწორ პასუხად მოვხაზავთ, რა თქმა უნდა, D ვარიანტს. და გადავიდეთ მიმდინარე ვიდეო განხილვის ბოლო მეათე ტესტურ დავალებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანია დაიცვას ადმინისტრაციული ორგანოების ინტერესი, ბევარიანტია დაიცვას საჯარო ინტერესები, უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა და დე ვარიანტია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანი არის უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ამრიგად, აქაც გვექნება სწორი პასუხი გ ვარიანტი. მიმდინარე ვიდეო განხილვაში აღნიშნული 5 მინი, ასე ვთქვათ, მცირე ტესტური დავალება მინდოდა თქვენთვის შემომეთავაზებინა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორმატის ვიდეოები თქვენ გეხმარებათ ცოდნის გადამეორებაში, გახსენებაში ამა თუ იმ საკითხის. რაც შეეხება კაზუსებს და კაზუისტურ დავალებებს, ვრცელს, ანუ რაც თქვენ უშუალოდ მაგალითად საკვალიფიკაციო გამოცდაზე გექნებათ, რა თქმა უნდა, მსგავსი ფორმატის ტესტები ჩვენ განხილული გვაქვს სხვა მიმართულებით, როგორიც არის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები. 10 ტესტურ დავალებაზე მაქვს საუბარი, რაც ჩვენ არხზე უკვე არაერთი ვიდეო განხილვა გვიდევს. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.